Samsung-მა გადაწყვიტა, რომ ჩვეულებრივი ადამიანების მაცევრები სარეკლამო ბილბორდებად გამოიყენოს. მორიგი განახლების შემდგომ Samsung-ის AI მაცევრების მონიტორებზე სხვადასხვა პროდუქტების რეკლამები გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს რეკლამები პირდაპირ არ გამოჩნდება თქვენი დადასტურების გარეშე, მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ სახლში, სამსარეველოში ჩვეულებრივ მაცევრებზე დროდადრო შეიძლება პიცის, ბურგერის ან რაიმე ძალიან მადის აღუძრელი საჭმელის ფოტო ან ვიდეო მასალა გამოჩნდეს, როდესაც ძალიან გშია და სახლში მომზადებული არაფერი არ აქვს იმ დროისთვის. და ვფიქრობ, როდესაც ადამიანი ძალიან მშიერია და გამოაღებს მაცივარს, მოუნდება რაღაცის და ადამიანი, რომელიც ძალიან მშიერია და რაღაცის გაკეთებას თავისი ხელით ცდილობდა, იმ ცდუნების წინაშე აღმოჩნდება, რომ რაღაცა უცებ 5 წუთში შეუკვეთოს და ძალისხმევის გარეშე უბრალოდ ფულის გადახდის შემთხვევაში ადგილზე მიუტანენ, ჩემი აზრით ეს სერიოზული ცდუნებაა მოსახლეობისთვის და არც თუ ისე კარგი იდეა, მე ასე ვფიქრობ. ანუ რა გამოდის ყიდულობ ტექნიკას და რა გამოდის ყიდულობ ჩვეულებრივ საოჯახო ტექნიკას და დროთა განმავლობაში გებულობ, რომ აი ამ ტექნიკაზე რაღაცა და დროთა განმავლობაში გებულობ, რომ მაცივარზე და სხვა ტექნიკაზე შეიძლება რაღაცა პროდუქტების რეკლამები გამოჩნდეს, ანუ ჩემი აზრით ეს არაა ნორმალური და ამას არც ერთი ბრენდი არ უნდა აკეთებდეს. თქვენი აზრი დააფიქსირეთ. რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? გელოდებით როგორც ყოველთვის კომენტარებში.